მონიკა ფარულავა კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი გახლავთ ჩვენთან სტუდიაში მასთან ერთად განვიხილავთ აი ამ რეგიონში გახსნილ შესაძლებლობებს და თამაშგარეთ არჩენილ ქვეყანას ფაქტობრივად. აი მე წავიკითხე სომხეთში დელეგაცია საქართველოშიც წარმომადგენელი შეერთებული შტატების რას ცდება ახლა საქართველო ან რის მოსაკითხი რა აქვთ მოსაკითხი ადგილობრივ დონეზე თქვენი აზრით ამერიკელებს ახლა რა დარჩათ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. პირველი ჩვენ დავიწყოთ ზოგადად ამ შეთანხმების, რომელიც დაიდო ამერიკის შეერთებულ შტატებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ზოგადად ამ შეთანხმების მნიშვნელობით, ხო? ამ შეთანხმების სახელითვე ყველაფერი ცხადია სინამდვილეში რა მიზანს ემსახურება, ხო? ეს არის ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ხო, რომელიც ერთი მეორის გარეშე უბრალოდ არ არსებობს. და აქ არის ასევე პასუხი თქვენს კითხვაზე, რა ხდება სინამდვილეში დღეს საქართველოს და რის აფსაიდში იყო ის რამდენიმე თვის წინ და დღეს უკვე განგრძობითად, როდესაც ხელი მოეწერა ამ ყველაფერს, ხო? ხდება რეალურ მშვიდობასა და კეთილდღეობას. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიხილეთ რა? ვიხილეთ ის რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს მიაღწია რეგიონში შემოვიდა იმაზე მეტი დოზით ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ რომ ერთ-ერთი დასაყრდენი ეს თქო ყველაზე ძლიერი და ყველაზე ერთგული დასაყრდენი და მისი სტრატეგიული პარტნიორი იყო საქართველო, რომელიც დღეს აღარ არის სტრატეგიული პარტნიორი, ისევ ქართული ოცნების ეს თქო დანაშაულებრივი ქმედებების გამო და აქ საყურადღებოა ის მაყურებლისთვის რომ ეს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გაუქმდა, თუმცა არანაირად არ ამდგარა ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც საუბრობდნენ რომ ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან დავლაგდებით და ამ შემდეგ ესეც პროპაგანდისტული ტყუილი აღმოჩნდა და სინამდვილეში საქართველოს და სამწუხაროდ ამ ეტაპზე იმას რომ ამ რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უნდა ჩაიკეტოს ჩინეთის, ირანისა და რუსეთის გავლენებისგან და რომ ჩაიკეტოს ამისთვის საჭიროა რომ სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი მოუქცეს ერთგვარ ერთ კალათაში და ეს რკალი შეიკრას. არა მარტო ეს არ არის საჭირო მხოლოდ საქართველოსთვის რომ აქ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი იყოს წარმოდგენილი, მათ შორის ამერიკისთვისაც და თქვენ ახსენეთ რომ ჰელსინკის კომისიაში უყურებდით რომ მათ შორის ახსენეს ჩვენი პორტების მნიშვნელობა. ხო და აი ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ვსაუბრობთ რაც ხდება და ადამიანებს ხშირად ეს არის სალაპარაკო განსაკუთრებით აი ამ არაბული ქალაქების ფონზე, რაზეც დღეს საუბრობენ და რაც საეჭო გარიგებებია, იმიტომ რომ თუ არაფერი არ არის ამაში საეჭო, მაშინ გამჭვირვალობის საბაბით მოქმედმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ უნდა გამოიტანოს, ხო? სინამდვილეში საქართველოს გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა, რომ დაიბრუნოს მისი ისტორიული როლი, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან და მისი აი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან და შეუძლია მაშინ, როდესაც გარშემო ყველაფერი ან სანქცირებულია ან უბრალოდ არ აქვს ცდომა ისეთ ღრმაწვოვან პორტებზე როგორც ჩვენ და ერთ-ერთი იყო რუსეთი ამ შემთხვევაში და იქაც უბრალოდ ან სანქცირებულია ან უკრაინული დრონები ხდება საბედნიეროდ და უბრალოდ ვერ ოპერირებენ ამ შემთხვევაში საქართველოს შეძლო ანაკრის ღრმაწვოვანი პორტის მეშვეობით ეს როლი თავიდან ბოლომდე აეთვისებინა დაებრუნებინა უпростоრად და ამით სინამდვილეში რაც მოხდა სომხეთში და აზერბაიჯანში დაახლოებით და შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაორმაგებული შედეგი მიგვეღო რა მხრივ აქ თავიდან ბოლომდე წარმოდგენილი იქნებოდა ამერიკული ინტერესი, ეკონომიკური, რაც ნიშნავს იმას, რომ ამას მოყვებოდა პოლიტიკური და მათ შორის თავდაცვის ინტერესი, იმიტომ რომ მე შევახსენებ ყველას, რომ ის შეთანხმება, რომელიც დაიდო სომხეთსა და აზერბაიჯანს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, იყო საფუძველი. ამის შემდეგ კიდევ ეს თქვა გვერდზე მდგომი შეთანხმებები დაიდო ცალმხრივად უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და აზერბაიჯანს შორის და ამ შეთანხმებებით მივიღეთ ის, რომ სინამდვილეში კომპლექსურად თუ შევხედავთ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ ქვეყნებში და ანუ რეგიონში შემოვიდა როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და ასევე სამხედრო ინტერესით. იმიტომ რომ ის შეზღუდვები რაც ჰქონდა აზერბაიჯანთან, ის შეზღუდვები ჩაიხსნა თავდაცვის მიმართულებით, სომხეთს ვიცა გარანტიები უსაფრთხოების მიმართულებით, რაც რუსეთმა დაურღვია, რუსეთთან თანამშრომლობის მხრივ ესეც საყურადღებოა ჩვენთვის მარტო ერთიერთზე დარჩენა, რაც ნიშნავს და მესამე ხო, ამ შემთხვევაში ჩვენც მივიღებდით იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნებოდა ცხადია წვდომა ღრმაწვოვან პორტზე, რაც ექნებოდა მისთვის დასაყრდენი, ბევრად იაფად მივცემდით, მოდი ესე ვთქვათ ერთგვარად რომ აქ განეთავსებინა მისი და მათ შორის ნატოს წარმომადგენლობა და ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ქოლგა თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის. ჯამურად თუ შევხედავთ და ერთ სურათში თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, საქართველო ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი ანტიდემოკრატიული და ანტიამერიკული ქმედებების გამო, როგორც სახელმწიფო მდივანმა რუბიო მას უწოდა, სინამდვილეში დროებით მემჯერა დაკარგა გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბედნიერების გარანტიები ამერიკის ქოლგის ქვეშ. ოღონდ ეს დროებით
იმიტომ ვახსენე, რომ სიამოვნებაში ეს გარანტიები არც არ მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, ჩვენ უნდა ვაჩვენებდეთ მათ შორის მზაობას, რომ აქ ქვეყნის შიგნით სამოქალაქო საზოგადოება, ზოგადად საზოგადოება და ამ ქვეყნის მოქალაქეები მზად არიან ამ ინტერესის დასაცავად და დასაბრუნებლად ქვეყანაში და ცხადია ამისთვის საჭიროა ცვლილებები. იმისთვის, რომ ამ ქვეყანას მართავდეს რეალურად ნდობაზე დაფუძნებული ძალა, რომელიც მტრად არ გამოაცხადებს დასავლეთს. თქვენ თქვით, რომ სომხეთთან დაკავშირებით ახსენეთ ეს ისტორია, რას ნიშნავს პირისპირ დარჩენა რუსეთთან, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა სომხეთის მაგალითზე. თუმცა ივანიშვილს მოსწონდა ეს პოლიტიკა, ჩვენ გვახსოვს ის ჩასული სომხეთში და მისი პირიდან ნათქვამი ფრაზა, რომ აი სომხეთის პოლიტიკაა მოდელი. დღეს აღარ ამბობენ ამას, რომ სომხეთის პოლიტიკაა მათთვის მოდელი, სომხეთმა წარმოუდგენელი ნაბიჯები გადადგა წინ დასავლეთისკენ, მაშინ როცა რეგიონში ერთ დროს ლიდერი ქვეყანა არსად აღარ არის. აი მართლა მხოლოდ ფურცელზეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსი იქნება ეს თუ არც ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე არსად საქართველოს არ იწვევენ, საქართველოს წარმომადგენლებს არ იწვევენ რეჟიმის ამ შემთხვევაში, თორემ ქართულ ხალხს მუდმივად აქვს ეს მხარდაჭერა გამოცხადებული. დღეს გაფართოების სამიტიც იყო, სადაც ასევე არ ვიყავით პირველად ისტორიაში. თქვენ ახსენეთ ცვლილება, ჩამოთვალეთ შემაკავებლები ავტორიტარული რეჟიმის, რომელსაც მიზანმიმართულად ნაბიჯ-ნაბიჯ ასუსტებს ეს რეჟიმი, სამოქალაქო საზოგადოებიდან დაწყებული ყველა თავისუფალ კუნძულს, ასე ვთქვათ. აი პოლიტიკა, რომელიც ახლა აქვს რეჟიმს, თუ არ იქნა ცვლილებები, ამას სად მიყავს ეს ქვეყანა? შეიძლება საქართველო ხომ გეოპოლიტიკურად ამ ადგილს ვერ იცვლის, ის აქ არის, სადაც არის, რუსეთის მეზობლად, დასავლეთისკენ ღია კარით, რომელიც მიხურა ამ დროისთვის. ხო, მიყავს სრული იზოლაციისკენ. სრული იზოლაცია ნიშნავს რეგიონში რუსეთის უკანაეზოდ ერთადერთ ქვეყანად დარჩენად. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე გავიდნენ ამ მოცემულობიდან და ეს სხვა შორის მოსკოვის ძალიან დიდი მარცხია. გავიდნენ ამ ვითარებიდან. სიამოვნებაში ყოველთვის მოიძებნება ალტერნატივა განსაკუთრებით ახალ გეოპოლიტიკურ გადაალაგებაში, რასაც ჩვენ უყურებთ და ერთადერთი ეს თქვა სივრცე, სადაც იქნება რუსეთის მავნე დანაშაულებრივი გავლენები გავრცელებული დარჩება საქართველო, რაც ნიშნავს მეტ სიღარიბეს, მეტ კრიმინალს, მეტ დაუცველობას, რაც ჩვენ გავიარეთ, აი ძალიან მარტივად ჩვენ ზოგადად გვაქვს ძალიან მწარე გამოცდილება რუსეთთან ერთ-ერთზე დარჩენის. აფხაზეთის ომი რო ავიღოთ, ჩვენ ნახეთ რას ნიშნავდა კიდევ შესუსტებულ რუსეთთან, რომელიც არ იყო ასეთი ძლიერი, შესუსტებულ რუსეთთან მარტო ერთ-ერთზე დარჩენის ნიშნავს. კიდევ უფრო მეტ ომს, კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას, კიდევ უფრო მეტ სისხლისღვრას და საბოლოო ჯამში ნიშნავს 30 წლით უკან დაბრუნებას იქ, საიდანაც ჩვენ ძალიან ბევრი წლის ათეულობით წლები დაგვჭირდა, რომ გამოსულიყავით და ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა პირდაპირ გაგებით ამ ყველაფერს, რომ ჩვენ უბრალოდ ამ წერტილამდე მოვსულიყავით. ეს ნიშნავს დახურულ და იზოლირებულ სრულ იზოლაციაში მოქცეულ განათლების სისტემას. ეს ნიშნავს სრულ იზოლაციაში მყოფ მათ შორის თავდაცვის ძალებს, რომლებსაც უბრალოდ განვითარების საშუალება არ ექნება და თუ ვინმეს არ ახსოვს, შეუძლია ნახოს ის ცნობილი ვიდეო, როდესაც შევარდნაძის პერიოდში რა ვითარებაში იყო თავდაცვის ძალები მართლა გახეული ფორმებით რო დადიოდნენ. შეიარაღებაზე უბრალოდ საუბარი წკიზედ მეტია და მეცაც ვიტყვი, შევარდნაძესაც კი მეტი აქვს გაკეთებული თავდაცვის საქართველოს თავდაცვის უნარიანობისთვის, ვიდრე ქართულოცებას. ესენი პირდაპირ აზიანებენ და ანგრევენ. მან დაიწყო მაინც ამერიკულ სტანდარტებზე გადაყვანა და ცდილობდა ყოველ შემთხვევაში უბრალოდ მთელი კორუფცია ჭამდა ამ ყოფ და მივედით კორუფციამდე. კორუფცია, რომელიც საბოლოო ჯამში არაუბრალოდ გვაღარიბებს და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მათი ცხოვრების წესი ყოფილა, ხო, უმაღლეს დონეზე, პრემიერების დონეზე ყოფილა ეს წესი, არაუბრალოდ გვაღარიბებს, ამით კლავს. ჩვენ ვნახეთ ბავშვები გარდაცვლილები იმის გამო, რომ რბილად რო ვთქვათ, კიდე ვიღაცამ სამსახურეობრივი გულგრილობით დანაშაული ჩაიდინა. სიამოვნებაში ეს ხომ მათ შორის კორუფციული სქემის ერთ-ერთი გამოვლინება. აქ იქნება საქართველო, იქნება უპერსპექტივობაში და მთავარი. უპერსპექტივობა ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნიდან გავა ამ ქვეყნის საუკეთესო თაობა, ამ ქვეყნის ის საუკეთესო წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ რეალიზების საშუალება, ამ რეალიზების საშუალებას უკლავენ საკუთარ სამშობლოში და მოუწევთ ბედნიერების ძიება ემიგრაციაში. სუსტად ისე, როგორც ბოლო 3-4 წელში დაახლოებით 400.000-მდე ადამიანი გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ამას აკეთებს ის წადითო, გეუბნება, ძალიან ღიად გვეუბნება ამას საკუთარი პროპაგანდისტების მეშვეობით და თან გვეუბნება, რომ თუ წახვალთ, ოღონდ მე არაფრის უფლება არ გექნებათ ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაივიწყეთ, მონაწილეობას ვერ
მიიღებთ. თუ წახვალთ იქნებით მოღალატე, იმიტომ რომ დუგინმა თქვა ასე. სხვა შორის აქაურმა პროპაგანდისტებმაც გაიმეორეს 15 წელი თუ ხარ იქ მიყავებ, არემ აქ არ ახარ შენ ამ კორონს. ხო, ეს ხო ტიპიური კლასიკური რუსული ნარატივია, როდესაც მაგალითად გაუცხოება ხდება იმ შენი საკუთარი თანამოქალაქეების, რომლებიც იძულებით წავიდნენ ემიგრაციაში. ხო, კაი ცხოვრებისგან ხო არავინ არ წასულა და მე შევახსენებ ყველას მამუკა მდინარაძემ დაახლოებით 7-8 თვის წინ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ 1,5 მილიონი ადამიანია ქვეყნიდან გასული ემიგრაციაში, მათ შორის ჩემი დეიდაშვილიო და ჩემი ნათესავიო ესე ახსენა, ხო? და ეს არ მოხდებოდაო წინა ხელისუფლების დროსო და აუცი კითხოს საბა მის ნათესავებს დაახლოებებს, როგორი მძიმე, იმიტომ რომ თავად მძიმე დაღწერა ეს ვითარება, რომ რაღაც ტრაგიკულად და მე მესმის, ხო, შეიძლება ნებისმიერი ადამიანს მოუწიოს ემიგრაციაში წასვლა, მათ შორის როგორც ხედავთ, უწევთ ქართული ოცნების ყოფილ მაღალ ჩინოსნებს და აუცი მამუკა მდინარაძე შეუძლია კითხოს მის ნათესავებს, ვინც ემიგრაციაში არიან, რას ნიშნავს მათთვის ის, რომ არა უბრალოდ ხმის უფლებას ართმევენ, არამედ მოქალაქეობას ართმევენ. სინამდვილეში ეს არის ქართული პასპორტის წართმევა, ხო, ქართულ პასპორტს, როდესაც ჩვენ გადავშლით, პირველი აწერია, რომ ამ პასპორტის მფლობელს იცავს საქართველოს სახელმწიფო. ემიგრანტი, რომელიც შენზე არ არის დამოკიდებული არაფრით, მათ შორის არც სოციალური საკითხებით, არამედ პირიქით, ბოლო 9 თვეში 3 მილიარდამდე დოლარი გადმორიცხეს ემიგრანტებმა ამ ქვეყანაში და უჭირავთ შენი ქვეყნის ეკონომიკა და მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოება, რომ რაღაც ლარის კურსი არ გავარდეს, არ ჩამოიშალოს თავიდან ბოლომდე. ამ ადამიანებს თუ შენ ბოლო ერთგვარ პოლიტიკურ სამოქალაქო უფლებას წაართმევ და ეს პასპორტი რაღაც სჭირდება, ხო? ის ფარატინა ფურცელი ხო რჩება უბრალოდ და თან აქ ხო ის არ იყო უბრალოდ რაღაც ჩამოდით და შეგიძლიათ ხმა მიწა და ჩვენ ამისთვის ყველა პირობა შეგიქმნით და ასე შემდეგ. ის რიტორიკა რაც მათ გაახმოვანეს, რომ კეთილი ინებონ და ჩამობრძანენ, ხო, არ ვიცი, რა ვიცი, კეთილი ინებონ და მათმა შვილებმა და რა ქვია, ნათესავება, რომლებიც კარგი ცხოვრებით არიან ემიგრაციაში წასულები და მართლა ევროპაში და ამერიკაში, ევროპაში ქვეყანა არ დატოვეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ დატოვეს, რა ვიცი, კლინიკა და საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც მათი შვილები, ძოლები თუ რა ვიცი, ნათესავები უბრალოდ რაღაც სერვისების მისაღებად არ მიდიან თვეში ერთხელ, ხო? მათ მიმართონ ასე და მათ ელაპარაკონ. ესენი მიმართავენ ადამიანებს და ძალიან საყურადღებო იყო ერთი რამ, რომ ემიგრაციაში ყოფი ადამიანი, შალვა რამიშვილი საუბრობდა, ადამიანი, რომელიც ავიცი, ყველა ვითარებას მოერგო ამ ქვეყანაში და ყველა ვითარებას განუდგა მერე ისევ მოერგო, ხო არ ვიცი რა სიტყვით უნდა დავახასიათო. ამ ადამიანმა განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც 15-20 წლით წასულია, მას ყველანაირი ბმა აქვს დაკარგული საკუთარ ქვეყანასთან და დღეს გამახსენდა ერთი მარტივი რამ. საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილს, მათ შორის პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებას, მათ შორის ქაქუცა ჩოლოყაშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირია, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც შეინახა განძი და საგანძური საბჭოთა ოკუპაციისგან, რომ არ გაინადგურებინათ როგორც ის არქივები, სადაც გადმოცემული იყო რეალურად ის რეალობა და ის დნმ რაც არის ჩვენი ნაწილი, რომ ბოლომდე გავინადგურებინათ როგორც ერთა სახელმწიფო. აი ეს ადამიანები, ამ ადამიანებს მოუწიათ იძულებით ემიგრაციაში წასვლა და ქოცური ლოგიკით, აი ამ პროპაგანდისტული ლოგიკით თუ მივყვებით, რა ვიცი, სერგო ორჯონიკიძეს უფრო მეტი ბმა ჰქონია ამ ქვეყანასთან, იმიტომ რომ ის შეეკრა საბჭოთა წითელ არმიას და ის იყო ერთ-ერთი არქიტექტორი იმის, რომ მომხდარიყო ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის საბჭოთა რუსული ძალების მიერ და ქაქუცა ჩოლოყაშვილს და ექვთიმე თაყაიშვილს თურმე იმიტომ რომ იძულებით ემიგრაციაში მოუწია წასვლა, ბმა ჰქონიათ დაკარგული საკუთარ სამშობლოსთან და იდენტობასთან. სინამდვილეში თუ რამესთან გვაქვს ჩვენ დღეს საქმე და თუ რამეს უპირისპირდებით, აქ უბრალოდ არ არის საუბარი მხოლოდ ევროკავშირზეც და ამას ხშირად ვიმეორებ, იმიტომ რომ ჩვენ სინამდვილეში თუ რამეს ვიცავთ და თუ რამე უნდა დავიცვათ, არის ჭეშმარიტად რაც არის ქართველობა, ხო, ქართველობა რა იყო? ყოველთვის იყო ის, რომ რა ვიცი, ოჯახებისთვის ბმის არ დაკარგვა ერთმანეთთან მათი ურთიერთობების შენარჩუნება და საბოლოო ჯამში ვიღებთ რას, რომ ემიგრაციაში წასულ ადამიანებს ეუბნებიან, რომ შენ უნდა ჩამოხვიდე მიუხედავად იმისა, შენ ამის საბუთები გაქვს თუ არა მოწესრიგებული, შეგიძლია თუ არა, უნდა ჩამოხვიდე და საბოლოო ჯამში თავზე დაინგრიო ყველაფერი, რაც აქამდე გიშენებია წვალებით, იმიტომ რომ მე როგორც პასუხისმგებლიანმა ბრჭყალებში ხელისუფლებამ ვერ შეგიქმენი შესაბამისი პირობები, რომ შენმა შვილმა შეძლოს რეალიზება აქ საკუთარ სამშობლოში და ბედნიერების ძიება. ეს სინამდვილეში ნიშნავდა ერთ რამეს, ეს ნიშნავდა იმას, რომ ეს არის აღიარება იმის, რომ თუ სადმე ოდნავ თავისუფალ გარემოშიც კი და მე შევახსენებ ყველას, რომ უბნები არ გახსნეს და ადამიანებს 500 და 600 კილომეტრით მოუწიათ ქალაქიდან ქალაქში სიარული, რომ ხმა მიეცა და იქაც არ მიცეს საშუალება იმ ხელარიგები დახვდათ, ამ ვითარებაში ქართული ოცნება გავიდა მე-4 ადგილზე. 84%-მდე ავიღეთ პროდასალურმა პოლიტიკურმა ძალებმა არჩევნებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გადაწყვიტეს, როგორც აქ ქვეყნის შიგნით დასაჯონ და ამის მცდელობა აქვთ, ხო, როგორც თავისუფალი მედია, პროდასალური პოლიტიკური
სპიტალები აკრძალვით, სამოქალაქო სექტორი აკრძალვით და იმ ეგრეთ წოდებული გამჭირვალეობის კანონის შემდგომში რუსული კანონით ვერ მიუდგნენ ემიგრანტებს ვერაფრით, თავისუფალ ადამიანებს, რომლებიც ოპერირებენ თავისუფალ სივრცეში და ცხოვრობენ და იქიდან სცემენ რეჟიმს პასუხს, მათ შორის ფინანსური დახმარებით წინააღმდეგობის მოძრაობისთვის, მათ გადაწყვიტეს უბრალოდ ეს ადამიანები დასაჯონ, გამოაცხადონ უბრალოდ კანონგარეშე პირებად და ჩამოართვან ქართული პასპორტი, რომელსაც აწერია, რომ ამ პასპორტის მფლობელს იცავს საქართველოს სახელმწიფო. სინამდვილეში საერთოდ არ იცავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. უბრალოდ ხელები დამიბანიაო ქართულმა ოცნებამ, განაცხადა, თქვა, რომ ქვეყნის შიგნით თქვენ შეიძლება გდიონ ტიტუშკებმა, პოლიციასთან შეკრულებმა და რა ქვია ამას მათენაზე, ყველამ ძალიან კარგად იცის ვითომ ძველ ბიჭურ გაგებებში და ქვეყნის გარეთ უთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ შენ თუ წახვედი სიმსივნის საკურნებლად, იმიტომ რომ მე აქ შენ შესაბამისი პირობები ვერ შეგიქმენი საფრანგეთში, იქ შენ მოგიწია ჩაბარება, თუმცა მაინც გაქვს შენ ქართული პასპორტი და შემდეგ მოახერხე ის, რომ იქ კურნალობის პარალელურად ლეგალურად დარჩენის უფლება მიიღე და ხმის დაფიქსირების უფლება, აქტიური საარჩევნო უფლება შენ მაინც შეგინარჩუნ და მე შენ ამასაც წაგართმევ. ხო, ანუ ადამიანებს ეუბნებიან შენ თუ ქვეყნიდან გახვალ ბედნიერების და უბრალოდ სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობის აძიებლად შენ ამ ქვეყნის მოქალაქე აღარ იქნები. ჩაკეტილი საზღვრები ფაქტობრივად, სადაც დარჩებიან მხოლოდ მომხრები ან მორჩილები. კი, აი თქვენი კითხეთ, მე გამახსენდა, ეხლა თქვენი კითხეთ, რომ სად არის საქართველოს ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ხო? საქართველოს არის ზაზა შათირიშვილის წერილებში, ივანიშვილის პირადი პროპაგანდისტის წერილებში, სადაც ის ივანიშვილი ზაზა შათირიშვილის პირით პირდაპირ ელაპარაკება პრეზიდენტ ტრამპს და ეუბნება, რომ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი მის მეგობრად მოიხსენიებს, რომელიც არის მისი წარმომადგენელი, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, არის ამერიკის სახელმწიფოს წარმომადგენელი, მას უწოდებს Deep State-ის წარმომადგენელს. ამას ესაუბრება ბიძინა ივანიშვილი თავისი პირადი პროპაგანდისტის პირით და თუ ვინმეს კიდევ აქვს იმედი, რომ ამ ვითარებაში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მსგავს ციტატებს ძალიან სენსიტიურად უყურებს და ჩვენ გვახსოვს მისი კომენტარები სხვა მსგავს საკითხებთან, ამ ვითარებაში, როდესაც მეორეს მხრივ მარკო რუბიო საუბრობს იმაზე, რომ ამ რეგიონში მათ არ აწყობთ და არ არის ამერიკული ინტერესი, ანტიამერიკული მთავრობა, შესაბამისად ანტიქართული მთავრობა, თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ ამ ქვეყანაში იქნება კეთილდღეობა, ბედნიერება და ყველაზე მთავარი, რასაც საუბრობენ, რომ დავლაგდებით პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, იმიტომ რომ საერთო ღირებულებები გაგვაჩნიაო, ესეც წყვილია. კი ბატონო, ამ ჭრილში უნდა ვიკითხოთ ვიზიტები ვახსენე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მათ შორის და აქ არის კითხვა ასეთი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებში ძალიან აქტიურად არის გადადგმული ნაბიჯები უკვე მეორადი ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ამ საკითხს, კი ბატონო, აი ამ პირობებში იგივე წარმომადგენელი შეერთებული შტატების, როგორც ვიცით, საბაჟოში მართავ შეხვედრებს საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, ეს მიმართულება მიანიშნებს თუ არა ამ დატვირთვას შეიძლება ითქვას. რო შევხედოთ ესე, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიღებული აქვს გადაწყვეტილება და ამის განხორციელება და აღსრულება დაიწყო, რომ რეგიონიდან მაქსიმალურად გაიყვანოს რუსეთი, ჩინეთი, ირანი მათი მავნე გავლენებით. ამისთვის მან მოახერხა და სომხეთში დაამარცხა რუსეთი, აზერბაიჯანში დაამარცხა რუსეთი და ცდილობს, რომ ბოლომდე ჩაკეტოს ეს რეგიონი რუსეთის, ჩინეთის და ირანის მავნე გავლენებისგან. ამისთვის დაიდო შეთანხმება პირადად პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით. ამ შეთანხმების აღსრულებისთვის საჭირო ამათ შორის გამოკვეთილი იყო საქართველოს როლი, როგორც მინიმუმ სტაბილური ქვეყნის, სადაც არ იქნება რუსული გავლენები და მეორეს მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი ტრამპი მწვანე შუქს უნთებს და მხარს უჭერს ისეთ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც მას პირდაპირ მიცემს, ეს ვთქვათ, შესაძლებლობას, რომ ყოველგვარი განხილვების გარეშე მისი შეხედულებებისამებრ, ცხადია კონსულტაციების საფუძველზე, სანქციები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს იმ სისხლისღვრის განხორციელებაში, რომელსაც ისინი დანაშაულებრივად და გენოციდურ ომს ახორციელებენ უკრაინაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ საქართველო, რომელიც მიმართაც მინიმუმ რბილად რო ვთქვათ, კითხვის ნიშნები არსებობს, მათ შორის აი ბოლო ყულებთან დაკავშირებული ამბის გამო, სადაც ნახეთ ხო პირდაპირ რუსული გრუს, ეს ვთქვათ, აქტიური თანამშრომლის და წარმომადგენლის პირდაპირ პარტნიორისაა, ხო, აქაც მისი ინტერესები, როგორ ფიქრობთ, სადაც საქართველო არის მუდმივად დესტაბილიზაციის წყარო, შეიძლება თუ არა ტრამპისთვის, რომელიც ყველგან ეძებს მშვიდობას, სტაბილურობას და კეთილდღეობას და ეს შეთანხმებაც ამიტომ დაიდო, როგორმე
აღმოჩნდეს საინტერესო სივრცე გამორიცხულია. გამორიცხულია იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ იქნება ისეთი რეალობა მიღებული, სადაც ერთი ხელით ამერიკის შეერთებული შტატები დებს შეთანხმებას ისეთ, სადაც რუსეთის, ჩინეთის და ირანის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს შევიწროებული და განდევნილი და მეორეს მხრივ ამ შეთანხმებაში, ანუ მეტკეთილდღეობაში, უსაფრთხოებაში და თავდაცვაში შემოყავდეს საქართველო, რომელიც იქცა ერთგვარ ზონად, სადაც კიდევ ერთხელ რბილად რო ვთქვათ, მინიმუმ არსებობს იმის კითხვის ნიშნები, რომ ეს არის რუსეთისთვის სანქციების თავისარიდების სივრცე, ამ ფულის გათეთრების და ამ ფულის გალეგალურების და ასე შემდეგ. ხო, უბრალოდ გამორიცხულია. თუ რომელიმე ქვეყანა შემოვა ამ სივრცეში, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ეს იქნება თავიდან ბოლომდე დაცლილი რუსული ინტერესებისგან, სტაბილური და მათ შორის უსაფრთხო იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესები იყოს წარმომადგენელი და ასე შეიკრას სამხრეთ კავკასიის ის რკალი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩაიკეტება რუსეთისთვის, ირანისთვის, ჩინეთისთვის და დასაყრდენი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მეორე მხრივ ევროკავშირისთვის, რომელმაც სხვა შორის ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბიუროკრატიულ მანქანადარსებობა და ეს მათ შორის განაცხადია იმის და ეს ადამიანივე ამ შემთხვევაში მერცე მაქვს საუბარი, აქტიურად საუბრობს ბოლო პერიოდში მათ შორის თურქეთის გაწევრიანებაზე. საქართველოს უბრალოდ აღარც ახსენებენ და თუ თურქეთიც მიიღეს და თუ ეს შეთანხმებებით შედგა ძალაში შევიდა, სინამდვილეში ჩვენ გვიჩნდება შესაძლებლობა და ამას უნდა შევხვდეთ ჩვენ, ეს ვთქვათ, მომზადებულები, რომ ერთხელ და სამუდამოდ მართლა გულწრფელად, როცა ეს ქვეყანა ჩაეხსნას რუსეთს, ამოისუნთქოს და უბრალოდ ნორმალურ კალაპოტში მოექცეს განვითარების.